მისიას. გადავდივართ დღის წესრიგის საკითხზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. ბატონ ირაკლი კობახიძე, ვთხოვთ ტრიბუნაზე. მოგესალმება ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, მოგესალმებით ხალბატონებო და ბატონებო, მივესალმები პირველ რიგში საქართველოს პარლამენტის წევრებს, მივესალმები მინისტრებს, მივესალმები სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელებს, ქალაქ თბილისის მერს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, მივესალმები ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელებს, მივესალმები დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოების და სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, თავდაცვალების გენერალური შტაბის უფროს, საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მივესალმები დიპლომატიურ კორპუსს, მივესალმები მედიის წარმომადგენლებს, მივესალმები საზოგადოებას, საქართველოში თუ ქვეყნის საზღვრებს გარეთ ცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს. შეუძლებელია ჩემი გამოსვლა არ დავიწყო ფეხბურთით. მანდელი დღეები ეძღვნება თავიდან ბოლომდე ფეხბურთს, ჩვენ საფეხბურთო წარმატებას, რომელიც არის არა მხოლოდ ფეხბურთის წარმატება, ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი წარმატება. მინდა მიულოცო ყველას, მიულოცო სრულიად საქართველოს. მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენს ფეხბურთელებს, ჩვენი საფეხბურთო ნაკრების წევრებს. თითოეული მათგანის წვლილი ამ გამარჯვებაში არის განსაკუთრებული, შეუძლებელია გამოყო რომელიმე მათგანი, თითოეულმა მათგანმა ჩადოს სული და გული იმისათვის, რომ ჩვენ ამ წარმატების დღეს მივეღწევთ. მადლობა მათ იმისათვის, რომ ეს დიდი ბედნიერება და სიხარული გვაჩვქეს და განგვაცდენილეს ძალიან დიდი სიამაყის გრძნობა. მადლობა მათ ამისთვის. მადლობა ფედერაციას. ლევან გობიაშვილს, ჩვენ სუბიექტური ვართ მის მიმართ, ჩვენი გუნდის წევრია, თუმცა მე მგონი ამ შემთხვევაში ეს მადლობა და მილოცვა არის სუბიექტურობას მოკლებული. ფედერაციის როლი ამ გამარჯვებაში იყო ასევე განსაკუთრებული, მას შემდეგ რაც შეიცვალა ფედერაციაში ხელმძღვანელობა წლების წინ, რადიკალურად შეიცვალა მიდგომები ქართული ფეხბურთის მიმართ და შესაბამისად ფედერაციის ხელმძღვანელობას ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა. ლევან გობიაშვილი არის ადამიანი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება მიდგომა ქვეყნის მიმართ და კონკრეტულად ქართული ფეხბურთის მიმართ და სწორედ ამის გამოვლინება ის თანმიმდევრული პროგრესი, რომელიც ფეხბურთმა განიცადა გასული წლების განმავლობაში და ამის კულმინაცია ის დღეები, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ და რომელმაც ძალიან დიდი ბედნიერება მოგვანიჭა. მე ასევე მინდა გადავუხიო ძველი პრაქტიკა გავიხსენო მაინც შედარებისთვის, იმიტომ რომ ცდილობენ ხოლმე ჩვენი ოპონენტები საქმეს სხვანაირად წარმოაჩინონ. მე მახსენდება მოვლენები წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ფეხბურთის ფედერაციის არჩეული პრეზიდენტი გადადგა მეორე დილას. ასეთი ამბები ხდებოდა მაშინ ქართულ ფეხბურთში. მე მახსოვს მაშინდელი მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც დღეს პარლამენტის წევრიც არის ოპოზიციიდან, როგორ შევარდა ფეხბურთის მოედანზე და როგორ ჩაარტყა წიხლი საფეხბურთო მსაჯს. ასეთი რაღაცები ხდებოდა. მაშინ იყო გუბერნატორი ეს ადამიანი. მე მახსენდება ნორჩი დინამოელის უნიკალური საფეხბურთო ბაზის გასხვისება თბილისში. ასევე ბათუმის სტადიონის დანგრევა წლების მანძილზე ბათუმი იყო ეს საფეხბურთო ქალაქი იყო დარჩენილი სტადიონის გარეშე. მე მახსოვს შემთხვევები, როდესაც შემადგენლობის დაყენებაში პირდაპირ ერეოდნენ მაშინდელი მმართველი პარტიის წარმომადგენლები. იყო გარკვეული სპეკულაციები ამ დღეებში, თქვენ მოისმინეთ, სამარცხვინო სპეკულაციები კონკრეტულ ფეხბურთელთან დაკავშირებით და ესეც ძალიან შემაშფოთებელია, იმიტომ რომ ესეც ერთგვარი წმეხია ფეხბურთელზე, ფეხბურთელი უნდა იყოს თავიდან ბოლომდე დაცლილი პოლიტიკური კონტექსტისგან და ეს თავიდან ბოლომდე უნდა იყოს კონცენტრირებული ფეხბურთზე თამაში და როდესაც ასე დროს არის მცდელობა, რომ ფეხბურთელზე განხორციელდეს პოლიტიკური წნეხი, ეს არის რა თქმა უნდა აბსოლუტურად მიუღებელი. თავის დროზე იყო შემთხვევები, როდესაც გუნდის დაყენებაში ერეოდა პირდაპირ პოლიტიკა, მაშინდელი მმართველი პარტია და როგორი იყო ფეხბურთის შედეგები, ეს ყველას ძალიან კარგად გვახსოვს. მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც ჩვენს ნაკრებში იყვნენ ღირსეული ფეხბურთელები, ძალიან წარმატებული ფეხბურთელები, ფეხბურთი ვერ აღწევდა წარმატებას, გამომდინარე იქიდან, რომ მიდგომები იყო განსხვავებული. მე მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს ნაკრების მწვრთნელს, ბილი სანიოს,
გამორჩეულ ფეხბურთელს თავის დროზე, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს და დღეს არაჩვეულებრივ წვრთნელს და ვინც ერგოა ფეხბურთში, ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ მისი წვლილი ამ წარმატებაში არის გამორჩეული და განსაკუთრებული. მადლობა ჩვენს ამოყოთ წვრთნელს ამისათვის. და მადლობა მინდა გადავუხადო ქართულ გულშემატკივარს. ჩეხეთთან თამაშზე, თურქეთთან განსხვავებული ვითარება იყო. ჩეხეთთან თამაშზე და პორტუგალიასთან თამაშზე ჩვენი გულშემატკივრები ჭარბობდნენ და მადლობა ენთუზიაზმისთვის და რა თქმა უნდა ყველამ ვიცით რომ გულშემატკივარი არის მე-12 მოთამაშე და გულშემატკივრის როლი ამ წარმატებაშიც იყო რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოს მთავრობამ თავისი მოგზაურებული წვლილი შეიტანა იმაში რომ რაც შეიძლება მეტ ქართველს შეძლებოდა ევროპის ჩემპიონატზე დასწრება ფრენების სუბსიდირებით, რაც იყო ჩვენთვის ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანი. და კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო, რომ ჩვენ სპორტის პრაქტიკულად ყველა გუნდურ სახეობაში გვაქვს უნიკალური, უპრეცედენტო მიღწევები და პირველად ისტორიაში მოხდა რაღაც პრაქტიკულად ყველა გუნდურ სახეობაში. ფეხბურთთან დაკავშირებით ყველამ ვიცით, რა მხოლოდ წარმატებას მივახციეთ. ჩვენი საკალათბურთო ნაკრები ამ საანგარიშო პერიოდში გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე და მოხდა მსოფლიოს 16 საუკეთესო გუნდს შორის. რაც კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ. ჩვენმა რაგბისტებმა პირველად გაიმარჯვა 6 ერის გუნდებთან და ამარცხეს თავის დროზე იტალიის და უელსის ძალიან ძლიერი ნაკრებები. წყალბურთელები გავიდნენ ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის, გავიდნენ ასევე მსოფლიო ჩემპიონატზე. ეს არის რა თქმა უნდა ძალიან დიდი წარმატება, მადლობა წყალბურთელებს ამისათვის. და ჩვენი ხელბურთელებიც პირველად 30 წლის თავზე გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე, მოიპოვეს პირველი ისტორიული გამარჯვება და მადლობა ასევე მათ ამისათვის. ჩვენ რეალურად ვიბრუნებთ სიამაყის განცდას, რომელიც ჯერ 90-იან წლებში დავკარგეთ და შემდეგ დავკარგეთ 2000-იანი წლების დასაწყისში და დღეს სპორტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ქართულ ხალხს უბრუნებს სიამაყის განცდას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ განვაგრძობთ აუცილებლად ამ გზაზე სიარულს და კიდევ უფრო გაიზრდება ის სიამაყის განცდა, რომელიც თითოეულ ქართველს სამართლიანად უნდა ეუფლებოდეს. მე პირადად მეამაყება, რომ ვარ ქართველი და ეს სიამაყის განცდა არის ის, რამაც უნდა მოგცეს დამატებითი სტიმული ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლისა და განვითარებისთვის. და სპორტს რაც შეეხება, ბოლოს 30 ივნისს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი, ყველაფერი არის შესაძლებელი და ჩვენ საფეხბურთო ნაკრებს მინდა უსურვო მორიგი გამარჯვება. და ასევე მე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონი ძინა ივანიშვილს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი мотиваცია, თუმცა მაქსიმალურ мотиваციასაც სჭირდება წახალისება და მადლობა ძინა ივანიშვილს, რომელმაც ამ შემთხვევაშიც გამოავლინა განსაკუთრებული ესეც ქველმოქმედების ერთგვარი გამოავლინება, მადლობა მას იმ წახალისებისთვის, რომელიც გამოამჟღავნა მან საფეხბურთო ნაკრების მიმართ და რა თქმა უნდა, ესეც ზრდის ჩვენ შანსებს, მათ შორის ესპანეთთან თამაში, რომ მოიპოვოთ გამარჯვება. რაც შეეხება დღევანდელ დღეს და უშუალოდ მოხსენებას, პირველ რიგში ვიტყვი, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ ამ შემთხვევაშიც ვერ გაბედა სხდომაზე დასწრება, დებატებში შემოსვლა გასული წლების განმავლობაში, ამ მოწვევას გავიხსენე პირველ რიგში, ყოველ ჯერზე მათ წააგეს პოლიტიკური დებატები ქართულ ოცნებასთან. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ მორიგ ჯერზეც მათ ვერ გაბედეს პარლამენტში მოსვლა, დებატებში შემოსვლა. პირადად ჩემთან მათ ჰქონდათ უკვე 4 ჯერ იმის შანსი, რომ ინტერპელაციის წესით მოსულიყავი პარლამენტში, გაემართა ჩემთან დებატები, ვერც ერთხელ ვერ გაბედეს ინტერპელაციის დაობაზე წერილის გამოგზავნა და ახლა უკვე როდესაც სავალდებულო წესით იმართება ყოველწლიური ანგარიშის განხილვა, მოხსენების განხილვა, აქაც ვერ გაბედებს დებატებში შემოსვლა. აქედან ჩანს ორი რამე. პირველი ის, რომ ინტელექტუალური რესურსი მათ მხარეს არის ძალიან მწირად წარმოდგენილი, ეს ერთი და მეორე, რაც თავარია, სიმართლე არ არის მათ მხარეს. სიმართლე არის ჩვენს მხარეს და ეს არის თავარი მიზეზი, რატომაც რადიკალური ოპოზიცია ვერ ბედავს
ქართულ ოცნებასთან, მმართველ გუნდთან დებატებში შემოსვლას, თუმცა ეს არის მათი საქმე, ჩვენი საქმეა საზოგადოებას წარუდგინოთ ანგარიში იმ საქმიანობის შესახებ, რომელიც მთავრობამ განახორციელა გასული 1 წლის განმავლობაში. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად დღეს წარმოგიდგენთ ყოველწლიურ მოხსენებას სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. დავაზუსტებ გამომდინარე იქიდან, რომ 8 თებერვალს პარლამენტს უკვე წარუდგინა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ერთგვარი შუალედური ანგარიში, როცა მტკიცდებოდა საქართველოს მთავრობა. ჩემი დღევანდელი მოხსენება არსებითად შეეხება იმ საქმიანობას, რომელიც განხორციელდა გასული 4 თვე-ნახევრის განმავლობაში, 8 თებერვლიდან დღემდე. ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის ორ უმთავრეს ეროვნულ ამოცანად კვლავაც რჩება მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოში სიღარიბის სრულად აღმოფხვრა. აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის თითოეული ნაბიჯი მომავალშიც ამ ამოცანების შესრულებისკენ იქნება მიმართული. ამ შემთხვევაშიც, ისე როგორც წინა შემთხვევაში, ჩემს მოხსენებას დავიწყებ საუბრით ეკონომიკაზე. ყველას კარგად გვესმის, რომ ძლიერი ეკონომიკა ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს. აქედან გამომდინარე, ეკონომიკური განვითარება არის ჩვენი მთავრობის, საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი. მოხარული ვარ, რომ ახალი მთავრობის საქმიანობის პირველი თვეების განმავლობაშიც აღინიშნა ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა. დღეს გამოქვეყნდა უკვე მაისის მონაცემები, დაფიქსირდა 9.2% ეკონომიკური ზრდა. განსაკუთრებული მადლობა ეკონომიკურ გუნდს, ეკონომიკის მინისტრს, ამისათვის ჩვენს მინისტრებს ეკონომიკური გუნდიდან. 5 თვის საშუალო ზრდის მაჩვენებელი არის 9.3%, რაც არის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, თუ არა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. შეგახსენებთ, რომ 2021-23 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9.7%. რაც შეეხება წლევანდელ მაჩვენებელს, წლევანდელი მაჩვენებელი არის ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე პროგნოზირებდა ამას საერთაშორისო სავალუტო ფონდი. სავალუტო ფონდის პირვანდელი პროგნოზი იყო 4.8%, როგორც უკვე მოგახსენეთ, ამჟამინდელი მაჩვენებელი, 5 თვის მაჩვენებელი არის 9.3%. მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი დონე, საგარეო ვალის კუთხით ბიუჯეტის დეფიციტი, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ინფლაცია, ყველა მიმართულებით ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი დონით. ინფლაციას რაც შეეხება იანვარ-აპრილში დაფიქსირდა 0.6% ინფლაცია, რაც არის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი ასევე ევროპაში. ასევე ეკონომიკურმა ზრდამ მოქცა წლევანდელი ბიუჯეტის უკვე 360 მილიონი ლარით გაზრდის საშუალება და შესაბამისი ცვლილებები იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის წინაშე, სულ მცირე 360 მილიონი ლარით გაიზრდება წლევანდელი ბიუჯეტი. რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდა პირდაპირ აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონეზე. ამ საკითხთან დაკავშირებითაც ხშირად გვესმის ხოლმე ჩვენ სპეკულაციები. მაგალითისათვის, ავიღოთ უმუშევრობის მაჩვენებელი, რომ შევადაროთ ამ წლის პირველი კვარტალი წინა წლის პირველ კვარტალს, 4%-ული პუნქტით შემცირდა უმუშევრობა საქართველოში და შეადგინა 14%, ანუ 18%-დან შემცირდა 14%-მდე. დამატებით დასაქმდა 130,000 ადამიანი და რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს დასაქმების კუთხით 1,400,000-ზე მეტი ადამიანია დღეს საქართველოში დასაქმებული, რაც არის ისტორიული რეკორდი 90-იანი წლების შემდეგ. რაც შეეხება სიღარიბეს, მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 30%, შესაბამისად 1,100,000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობდა სიღარიბის ხმარს მიღმა. 2012 წელს 1,100,000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ხმარს მიღმა. 2023 წლის მონაცემები გამოქვეყნა საქსტეტმა და სიღარიბი არის შემცირებული 11.8%-მდე. ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს სიღარიბის ხმარს მიღმა ცხოვრობს საქართველოში 435,000 ადამიანი. ეს ჩვენთვის არის, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელი მაჩვენებელი. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა, როგორც ვთქვი, სიღარიბის საბოლოო აღმოფხვრა, მაგრამ ასევე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ 1,100,000 ადამიანიდან სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა 435,000 ადამიანამდე ჩვენი ხელისუფლების პირობებში.
აქ მახსოვს ერთ-ერთი ოპოზიციონერი გამოდიოდა და საუბრობდა ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებზე, რომელიც პროგნოზირებდა თორსები წელიწადში საშუალოდ სიღარიბის 0.8%-ით პუნქტით შემცირებას. ამ პროგნოზის საპირისპიროდ საქართველოში 3.8% პუნქტით შემცირდა მარტო შარშან სიღარიბე. წელსაც გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, აქედან გამომდინარე წელსაც 10,000-ობით ადამიანი დაძლევს სიღარიბეს და მაღალი ალბათობით 2024 წელს უკვე ერთნიშნა მარჩვენებელი დაფიქსირდება სიღარიბის კუთხით. მთლიანობაში შეგახსენებთ, რომ 700,000-მდე მოქალაქემ დაძლია სიღარიბე 2012 წლიდან დღემდე, რაც არის მნიშვნელოვანი მიღწევა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენი საბოლოო ეროვნული ამოცანაა სიღარიბის საბოლოოდ განულება. რაც შეეხება ეკონომიკის შემდგომ წინსვლას და განვითარებას, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი არის ჩვენი ქვეყნის დამაკავშირებელი სატრანზიტო ფუნქციის განვითარება, ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობა ამ კუთხით იძლევა საკმაოდ დიდ შეასრულებებს და ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება იქნება მიმართული ამ ფუნქციის განვითარებისკენ. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას. პირველ რიგში შევეხები ავტომაგისტრალებს, რომლებიც შენდება გეგმის შესაბამისად, მათ შორის წელს 8 ფებრუარს წარმოდგენილი გეგმის შესაბამისად. უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ამ 4 თვე-ნახევრის განმავლობაში გაიხსნა მნიშვნელოვანი გზის მონაკვეთები. რიკოце უკვე არის გახსნილი 36 კილომეტრი გზა, აშენებულია 89 ხიდი და გაჭრილია 50 გვირაბი. აპრილში გავხსენით ზესტაფონის შემოვლითი გზა, ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთი. დასკვნით ფაზაშია ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა, გაჭრილია 5 გვირაბი უკვე და აშენებულია 20 ხიდი. ასევე გაიჭრა კობი-ქვეშეთის უნიკალური გვირაბი, რომელიც ასევე აპრილში გაიხსნა. ეს არის 9 კილომეტრიანი გვირაბი, ყველაზე გრძელი გვირაბი საქართველოში დღემდე იყო რიკოთის გვირაბი, რომლის სიგრძე არის 2 კილომეტრზე ნაკლები. ახლა პირველად საქართველოში გაიჭრა 9 კილომეტრიანი გვირაბი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი თავის შინაარსით. განახორციელდება პრაქტიკულად მგზავრობის მანძილი ყაზბეგამდე, რასაც ჩვენთვის აქვს მნიშვნელოვანი სოციალური და ასევე ეკონომიკური სტრატეგიული მნიშვნელობა. სხვა მონაკვეთებზეც არის მნიშვნელოვანი პროგრესი. ბაქოს ციხეწინურის შემოვლითი გზა, მთლიანობაში გზის მონაკვეთი არის 6.6 კილომეტრი. აქედან ასფალტბეტონის საფარი უკვე მოწყობილია 13 კილომეტრზე. სრულდება უკვე შესაბამისი სამუშაოები მთლიან გზის მონაკვეთზე. ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები ხულოს-არზმის გზის დარჩენილი მონაკვეთების დასასრულებლად. ბაღდათი-აბოსტუმნის გზაზე სამუშაოები მიმდინარეობს ყველა მონაკვეთზე, საფარი უკვე მოწყობილია 36 კილომეტრზე, მოწყობის სამუშაოები გრძელდება 14 კილომეტრზე. მთლიანობაში წელს შესრულდება დაპირება, რომელიც არის გაცემული საზოგადოების წინაშე და მთლიანობაში წელს 90 კილომეტრი ავტომაგისტრალი აშენდება. რაც ნიშნავს იმას, რომ მარტო წელს შესრულდება ამ მიმართულებით იმაზე მეტი სამუშაო, ვიდრე წინა ხელისუფლებამ 9 წლის განმავლობაში შეასრულა. ხედავთ რამხელა ცვლილება წინა ხელისუფლების და ახალი ხელისუფლების ეფექტიანობას შორის. შემოდგომაზე წარმოადგენთ, რა თქმა უნდა, ახალ 4 წლიან გეგმას, რომელიც დაკავშირებული იქნება ავტომაგისტრალების შემდგომ განვითარებასთან. მე მინდა ბატონ ირაკლი ქარსალაძეს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმ გაწეული სამუშაოსთვის, რომელთანაც ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების შესრულება არის დაკავშირებული. ასევე დაკავშირებადობის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აეროპორტებს. ჩვენ გვქონდა სიღრმისეული მსჯელობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საკითხთან დაკავშირებით, განიხილებოდა ორი ალტერნატიული ვერსია. არსებული აეროპორტის გაფართოება ან სრულად ახალი აეროპორტის მშენებლობა და საბოლოო ჯამში საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური საბჭოს განხილვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება სრულად ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის თაობაზე. ვაზიანში აშენდება თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი. დღევანდელი აეროპორტის გამტარუნარიანობა არის 4 მილიონი მგზავრი და ახალი აეროპორტი პროექტის სრულად დასრულების შემდეგ გათვლილი იქნება 18 მილიონ მგზავრზე. და ანგარიშებულია მგზავრთა ნაკადების ზრდის მაჩვენებელი შემდგომი წლებისთვის და ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ აეროპორტის არსებითი გაფართოება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და სწორედ ამას მიეძღვნება ეს ახალი მეგაპროექტი, რომელიც განხორციელდება ამ მიმართულებით. ასევე
მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ქუთაისის აეროპორტის ახალი გენერალური გეგმის შესაქმნელად, გვინდა ამოშენოთ ახალი ტერმინალი. სამშენებლო სამუშაოები დაიწყება წელსვე, დასრულდება 2026 წელს. ასევე უკვე დასრულდა ავტოსადგომის გაფართოების სამუშაოები, ადგილების რაოდენობა 700-მდე გაიზარდა. ასევე მნიშვნელოვანია თელავის და მესტიის აეროპორტების განვითარება. უკვე არის შემუშავებული ახალი პროექტები, აშენდება ახალი თანამედროვე ტერმინალები ორივე აეროპორტისთვის. თელავის აეროპორტის ტერმინალში ახალი ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები წელს დაიწყება, დასრულდება ხელშეკრულების გაფორმებიდან დაახლოებით 10 თვეში. მესტიის აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის დაწყება იგეგმება წელს და დასრულება იგეგმება 2025 წელს. მე მქონდა საუბარი უკვე მთავრობის ხდომაზე, რეკორდულ მაჩვენებლებზე, რომლებიც გვაქვს ტურიზმსა და ავიაციაში და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ეს ყველაფერი. პირველ კვარტალში ტურიზმიდან მივიღეთ 808 მილიონი დოლარის შემოსავლები, რაც 40%-ით აღემატება პანდემიამდელ მაჩვენებელსაც კი. ჩვენ უმასპინძლეთ 1.300.000 საერთაშორისო მოგზაურს პირველი კვარტალის განმავლობაში, 929,000 საერთაშორისო ტურისტს, რაც არის ასევე ისტორიული რეკორდი. ზაფხულის სეზონის განმავლობაში შესრულდება 13,600 ავიარეისი, ესეც არის ისტორიულად მაქსიმალური მაჩვენებელი. საქართველოში დღეს ოპერირებს 50 ავიაკომპანია, როცა 2012 წლამდე მხოლოდ 23 ავიაკომპანია ოპერირებდა. მხოლოდ შარშან ბაზარზე შემოვიდა 9 ახალი ავიაკომპანია, რომელიც რეისებს ასრულებს სხვადასხვა მიმართულებით. ევროპაში კონკრეტულად რეისებს ასრულებს 11 ავიაკომპანია 38 მიმართულებით, ესეც არის ისტორიული მაქსიმუმი. აეროპორტებით 1,400,000-ზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა, ესეც ისტორიული მაქსიმუმია. წელს ველოდებით ტურიზმიდან 4,5 მილიარდი დოლარის შემოსავლებს, ეს იქნება მაქსიმალური მაჩვენებელი. ველოდებით წელს 7,9 მილიონი საერთაშორისო მოგზაურს და 5,2 მილიონი ტურისტს, ესეც იქნება ისტორიული მაქსიმუმი. ტურიზმი, ავიაცია არის ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო და მოხარული ვართ, რომ გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები, რომლებიც უნდა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ ძალისხმევა, რა თქმა უნდა, ამ სფეროს განვითარების მიმართულებით. როცა საუბრობთ ინფრასტრუქტურაზე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც წარმატებით ხორციელდება. დასრულებულია პროექტის გათვალისწინებული ყველა 6-ვე გვირაბის მშენებლობა, მათ შორის ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი, ვიშხეთის ზვარეს დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბის პროექტი განხორციელდა, რომლის სიგრძე არის 8 კილომეტრზე მეტი. დასრულებულია ბაქო-თბილისის ყარსის პროექტის სამშენებლო სამუშაოების 95%. მაისიდან სატესტო რეჟიმში აღდგა სარკინიგზო გადაზიდვები. ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის სპორტის განვითარება. როგორც მოგეხსენებათ, უკვე დასრულდა კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი. წინადადება შემოიტანა ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა და უახლოეს მომავალში დაიდება უკვე ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც 51% წილის დარჩება სახელმწიფოს, 59% იქნება კონსორციუმს. ასევე ჩატარდა ტენდერი მსოფლიო ბანკის წესებით და ძალიან მალე დაიწყება უკვე უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები. პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა შეადგენს 600 მილიონ დოლარს. პორტი გაატარებს პირველი ფაზის დასრულების შემდეგ 600,000 კონტეინერს, რაც ნიშნავს დაახლოებით 7,8 მილიონ ტონა ტვირთს. ენერგეტიკა არის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ამოცანა, რომ 2030 წლისთვის ეროვნულმა წარმოებამ ამ სფეროში გადააჭარბოს მოხმარებას და ყველაფერი გეთება იმისათვის, რომ ეს მიზანი განხორციელდეს. ამჟამად არის გაფორმებული 284 ხელშეკრულება, რომლებიც უკავშირდება ახალი ელექტროსადგურების მშენებლობას, მათგან 214 არის ჰიდროელექტროსადგური, 26 არის ქარის ელექტროსადგური, 54 მზის ელექტროსადგური და დარწმუნებული ვართ, რომ წარმატებულად განხორციელდება ყველა შესაბამისი პროექტი. აქტიურად მიმდინარეობდა ასევე ახალი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა. როგორც მოგეხსენებათ, აქტიურად მუშაობთ შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტზე, რომლის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ივლისის თვეში, დაახლოებით ერთ თვეში უკვე დასრულდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ინფრასტრუქტურის ნაწილში, რა თქმა უნდა, წყალმომარაგება. გეგმის მიხედვით გრძელდება მუშაობა. ამოცანა არის, რომ 2025 წლის ბოლომდე ყველა ქალაქი იყოს უზრუნველყოფილი ცენტრალიზებული წყალმომარაგებით. 2024 წელს უკვე 365,000 ახალი ბენეფიციარი
გვეყოლება, საიდანაც 130,000 ცენტრალური წყალმომარაგება არასოდეს ქონია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელიც გვექნება უკვე ამ წლის ბოლომდე. გაზიფიკაციის ნაწილშიც გრძელდება მნიშვნელოვანი სამუშაოები საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა 63 დასახლებულ პუნქტში, ცხოვრები 9,000-ზე მეტი ოჯახისთვის. ასევე სოფლის მეურნეობა არის, რა თქმა უნდა, ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. გასულ წელს მსოფლიოს 106 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული $1,400,000,000 ღირებულების აგროსასწავლო პროდუქცია, რაც წინა წლის მაჩვენებლებს აღემატება 15%-ით. მათ შორის გასულ წელს მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირდა $259 მილიონი ღირებულების ღვინო, რაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სოფლის მეურნეობაში დამატებული ღირებულების მაჩვენებელმა $4.8 მილიარდი შეადგინა, რაც ზუსტად ორჯერ აღემატება 2012 წლის შესაბამის მაჩვენებლებს, მაშინ მაჩვენებელი იყო $2.4 მილიარდი. გასული წლის მდგომარეობით სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციების მოცულობა $7.5 მილიარდ მიაღწია, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება იყო $2 მილიარდი. იზრდება ხეხილის ბაღების ფართობები, რაც სახელმწიფო პროგრამის დანერგემომავლის შედეგია. საანგარიშო პერიოდში სახელმწიფოს ხარდაჭერით 2,800 ჰექტარზე გაშენდა ახალი ბაღები. მიმდინარეობდა სამუშაოები განსაკუთრებით საჭმელი ორგანიზმების წინააღმდეგ, დამუშავდა 90,000 ჰექტარამდე ფართობი. ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ ღონისძიებებისა, რომლებიც ხორციელდება სოფლის მეურნეობის სფეროში. მთლიანობაში ყოველწლიურად ძალიან დიდი ინვესტიციები იდება სახელმწიფოს მხრიდან სოფლის მეურნეობაში, რაც რა თქმა უნდა წაახალისებს კერძო ინვესტიციებსაც და ეს ყველაფერი გარდა ეკონომიკის განვითარებისა მნიშვნელოვანია ქართული სოფლის გაძლიერებისთვისაც. გარემოს დაცვის მიმართულებით ჰქონდა ასევე მნიშვნელოვანი ღონისძიებები. შემოშავდა ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეების რუკები მთელი ქვეყნის ტერიტორიისთვის. დასრულების ეტაპზეა გეოლოგიური საფრთხეების რუკები. საანგარიშო პერიოდში 11 მეწყრულ ლოკაციაზე მოეწყო თანამედროვე მონიტორინგის სისტემები. დღეისთვის სხვადასხვა ტიპის გეოლოგიური მონიტორინგი ხორციელდება 18 მეწყრულ ლოკაციაზე. გაფორდა ხელშეკრულება შვეიცარიელ ექსპერტებთან საქართველოს მყინვარულ ხეობებში შეფასდება არსებული საფრთხეები, რის შედეგადაც მაქსიმალურად შერბილდება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შესაძლო სტიქიური მოვლენებით გამოწვეული უარყოფითი შედეგები. გაფართოვდა ატმოსფერული ჰაერის და წყლის ხარისხის მონიტორინგის ქსელი. საანგარიშო პერიოდში ამოქმედა 8 სტაციონალური და 1 მობილური ახალი ავტომატური სადგური. ამჟამად საქართველოს 8 ქალაქში ფუნქციონირებს 18 ავტომატური სადგური. საანგარიშო პერიოდში ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად წყლის ხარისხის მონიტორინგი ხორციელდებოდა საქართველოს მდინარეებისა და ტბების 236 წერტილში. დეგრადირებული ტყის მასივების აღდგენის მიზნით გასულ წელს ტყის აღდგენის სამუშაოები განხორციელდა 1679 ჰექტარ ფართობზე. შეიქმნა 15,000 ჰექტარზე მეტი ფართობის ახალი დაცული ტერიტორია, მიმდინარეობს 690 კილომეტრამდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკების ქსელის მოწყობის სამუშაოები 8 დაცულ ტერიტორიაზე. 2 დაცულ ტერიტორიაზე დასრულდა ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, 8 დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ესეც მხოლოდ არასრული ჩამონათვალია ღონისძიებებისა, რომლებიც ხორციელდება გარემოს დაცვის მიმართულებით. რეგიონების თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება არის ასევე ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. თანამედროვე იზრდება ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსება, ბიუჯეტების მოცულობა, შემოსავლების მოცულობა. წარმატებით მიმდინარეობდა სამუშაოები განახლებული რეგიონების პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში. ამ პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს და დასრულებულია 730 მილიონამდე ღირებულების 78 პროექტი. ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება შესაბამისი პროექტები. განახლდა 730-მდე შენობა, 40 ჰექტარზე მეტ ფართობზე მოეწყო 92 სკვერი. მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად გასულ წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა 350 მილიონამდე ღირებულების 864 პროექტი. წელს ფონდიდან უკვე განაწილებულია 400 მილიონი ლარი ანალოგური პროექტების განსახორციელებლად. სოფლის ხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შარშან სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 40,600,000 ლარი, დაფინანსდა 3,780 პროექტი. გადავალ განათლების სფეროზე. განათლების სისტემის განვითარება არის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. ზუსტად ისევე როგორც ითქმის ეკონომიკაზე, განათლებაზე შეიძლება ითქვას, რომ
რამდენად ძლიერია განათლების სისტემა, იმდენად ძლიერია სახელმწიფო. აქედან გამომდინარე მომავალშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა განათლების სფეროს განვითარებას. თებერვალში წარდგენილი გეგმის შესაბამისად, განახლებული გეგმის შესაბამისად, მიმდინარეობს 250 სკოლის მშენებლობა, რეაბილიტაცია, 6 პროფესიული სასწავლებლის და 2 სასწავლო სახელოსნოს მშენებლობა, რეაბილიტაციის პროცესი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განათლების სამინისტრომ შემოგთავაზა და საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა განახლებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელიც დაეფუძნა ძალიან მნიშვნელოვან საფუძვლებს, ეს არის პატრიოტიზმი, ეროვნული ფასეულობები, საქართველოს ისტორიისა და კულტურის პატივისცემა, უნივერსალური ღირებულებები და ეროვნული სასწავლო გეგმა, სწორედ ამ საფუძვლებს და ამ ღირებულებებს, პრინციპებს უნდა დაეფუძნოს და გაგრძელდება, რა თქმა უნდა, მუშაობა ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შესწავლილი იქნა არსებული სასკოლო სახელმძღვანელოები და მიმართულებითაც მომავალი წლების განმავლობაში ძალიან დიდი მოცულობის სამუშაოები ჩატარდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად იყოს მორგებული სახელმძღვანელოები სახელმწიფო ინტერესებზე, მოსავლის განვითარების ინტერესებზე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა, სკოლის მასწავლებლების ხელფასების მატება. 1 ივლისიდან, როგორც მოგეხსენებათ, საშუალოდ 500 ლარით იზრდება სკოლების მასწავლებლების ხელფასები, ასევე ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები. დაახლოებით 70%, მასწავლებლების 70% ანაზღაურებას უმცირე 500 ლარით გაიზრდება, მასწავლებელთა გარკვეულ კატეგორიას 800 ლარით და მეტითაც გაიზრდება ანაზღაურება. დაახლოებით 25% ანაზღაურებას უმცირე 300 ლარით მოემატება და მასწავლებლების დაახლოებით 5%-ს მოემატება ანაზღაურებას უმცირე 200 ლარით. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ხელფასების მატებაც უნდა ისახოს სკოლებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე. ახალგაზრდობის მიმართულებითაც ჰქონდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, გუშინ დასრულდა სტუთვესტი, ძალიან მნიშვნელოვანი ახალგაზრდული ღონისძიება. ბანაკები ანაკლიაში, შაორზე არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს პროექტები განხორციელდება ზაფხულის სეზონის განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, რომელიც სექტემბრიდან ამოქმედება. პარლამენტმა მიიღო ამ მიმართულებით კანონი, ამ კანონს სჭირდებოდა სათანადო რეალიზება, ხორჩესხმა და სწორედ ამისათვის საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა. შესაბამისი განაცხადების მიღება დაიწყება უახლოეს მომავალში და სექტემბრიდან, 1 სექტემბრიდან 3000-მდე სტუდენტს, კურსდამთავრებელს უпроსორად მიეცემა როგორც საჯარო სამსახურში, ასევე კერძო სექტორში, ასევე მუნიციპალიტეტებში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის საშუალება. ეს იქნება 4 თვიანი სტაჟირება. წელს გვექნება რეალურად საპილოტო რეჟიმში განხორციელებული ეს პროექტი. მომავალი წლებისთვის, რა თქმა უნდა, შევეცდებით კიდევ უფრო მეტად დავხვეწოთ ეს პროგრამა, რომელიც წელს ამოქმედება. კულტურის სფეროში განხორციელდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები. კულტურის სტრატეგია 2025-ის შესაბამისად სამინისტრო ახორციელებდა კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების ხელშეწყობას, ლიტერატურის, თეატრის, მუსიკის, კინოს, სახვითი ხელოვნების, ფოლკლორის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, კულტურული ინფრასტრუქტურის განვითარების, ქართული კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციის, ინტერნაციონალიზაციის, კულტურის ხელმისაწვდომობისა და სახელმწიფო განათლების განვითარების მიმართულებით. საანგარიშო პერიოდში კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 500-მდე პროექტი, მათ შორის 60-მდე ფესტივალი, 50 საიუბილეო ღონისძიება, 50 წიგნის თარგმნა გამოცემის პროექტი, სხვა პროფესიული კონკურსები თუ ღონისძიებები. საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების ხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა 30-მდე პროექტი. აქედან 100-ზე მეტი საზღვარგარეთ, 17 ახალგაზრდა არტისტს დავეხმარეთ საერთაშორისო ფესტივალებსა და კონკურსებში მონაწილეობაში. მუზეუმების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 20 პროექტი. მიმდინარეობდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ობიექტების გამოვლენა, შესწავლა, ინვენტარიზაცია, დასრულდა 51 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია. ამჟამად მიმდინარეობს 19 ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მომზადდა 10 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის პროექტი, მიმდინარეობს 8 ძეგლის პროექტირება. მომზადდა ახალი კანონპროექტი თეატრების შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს თეატრების მართვის ხარისხის გაუმჯობესებას, საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას და როგორც სახელმწიფო, ისე კერძო თეატრების სახელმწიფო ხარდაჭერის მექანიზმების გაუმჯობესებას.
სამინისტრო აგრძელებს კულტურისა და შემოქმედებითი პროექტების ხელშეწყობას ღია კონკურსის წესით 10-მდე პრიორიტეტული მიმართულებით შიდა და საერთაშორისო ტურიზმის განვითარების მიზნით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა 60-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი ფესტივალი. ასევე საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო მუზეუმებმა გამართეს 194 გამოფენა ღონისძიება და 1291 საგანმანათლებლო აქტივობა. სამინისტროს მუზეუმებს სტუმრობდა 600,000-ზე მეტი დამთვალიერებელი. გაგრძელდა საფრანგეთში ლევილის მამულის რეაბილიტაციის სამუშაოები. კაპიტალურად აღდგა გუშაგის სახლი, მამულში მოეწყო 6 საცხოვრებელი სივრცე, სრულად შეიცვალა შატო-სახურავი. წელს 40% გაიზარდა აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შრომის სანაცხოვრება სამხედრო აკადემიასა და კონსერვატორიაში, 25% გაიზარდა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ანაცხოვრება. ფიროსმანის გამოფენები გაიმართა ევროპის თანამედროვე ხელოვნების 4 საერთაშორისო მნიშვნელობის საგამოფენო ცენტრში. ქართული კულტურის მემკვიდრეობის უპრეცედენტოდ მასშტაბური გამოფენა ოქროს საწმისი საქართველოს ხელოვნება გაიხსნა კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში. წელს პარიზის სიგნის ფესტივალზე საქართველოს ეროვნული სტენდით პირველად წარსდგა. ესეც არის არასრული ჩამონათვალი ღონისძიებებისა, რომლებიც განხორციელდა კულტურის სფეროში. სპორტზე უკვე ბევრი ვისაუბრე, გვაქვს უპრეცედენტოდ წარმატებები, არა მხოლოდ გუნდურ სახეობებში, არამედ ინდივიდუალურ სახეობებშიც. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მაგ ქვეყანამ უმასპინძლა არაერთ საერთაშორისო ტურნირს, შარშან ზაფხულში უმასპინძლეთ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში, ძალიან დიდი წარმატებით და მადლობა ამისათვის კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ასევე ფეხბურთის ფედერაციას. თებერვალში უმასპინძლეთ კადეტთა იუნიორთა და 20 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს კარატეში, მარტში მესტიამ უმასპინძლა ფრირაიდის სოფლიო ტურს. 300 მილიონზე მეტი ტელემაყურებელი პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალყურს ამ ტურნირს, რომელიც გაიმართა მესტიაში. აპრილში გუდაურმა უმასპინძლა სნოუბორდში ახალგაზრდულ სოფლიო ჩემპიონატს, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება ძალისხმევა. ჩვენ 2026 წელს უმასპინძლებთ ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს, ამასთან დაკავშირებით გაკეთდა განაცხადი და უკვე დამტკიცდა ჩვენი განაცხადი. და რა თქმა უნდა, ქართული ძიუდო არის ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ტურნირი 2026 წელს ევროპის ჩემპიონატი გაიმართება საქართველოში. ასევე განაცხადი გვაქვს წარდგენილი 2025 და 26 წლებში რაგბის 20 წლამდე ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად 2 წლის განმავლობაში და იმედი გვაქვს, რომ რაგბის კავშირი, საერთაშორისო რაგბის კავშირი ჩვენს ამ განაცხადს მოიწონებს, რის დიდი ალბათობაც არსებობს. განხორციელდა ეროვნული ოლიმპიური და ასაკობრივი ნაკრებების წევრთა, მწვრთნელთა, ადმინისტრაციული და საექიმო პერსონალის, ასევე პერსპექტიულ სპორტსმენთა სტიპენდიების პროგრამის რეფორმა. სპორტსმენების სტიპენდია საშუალოდ 50%-დან 70%-მდე გაიზარდა, ხოლო მწვრთნელების და ექიმების სტიპენდია გაიზარდა 35%-დან 50%-მდე. დაიწყო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ახალი ევროპული სტანდარტების შესაბამისი შენობის მშენებლობა, რომელიც მომავალ წელს შევა უკვე ექსპლუატაციაში. და როგორც მოგეხსენებათ, ბოლოს სპორტთან დაკავშირებით, ჩვენ დავანონსეთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მეგაპროექტი, ეს არის ახალი სტადიონის მშენებლობა თბილისში, რომელიც იქნება განკუთვნილი ფეხბურთისთვის და რაგბისთვის. იქნება გათვლილი 70,000 მაყურებელზე, რაც მოგცემს საერთაშორისო მასშტაბის უმნიშვნელოვანესი მატჩების მასპინძლობის საშუალებას. დღეს დინამო სტადიონზე ამის საშუალება ჩვენ არ აქვს. მაგალითისათვის ჩვენ გვექნება ამ სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის შესაძლებლობა და გარდა იმისა, რომ აშენდება ეს სტადიონი, ჩვენ უკვე აქედანვე დავიწყებთ განაცხადის შეტანას იმისათვის, რომ 2028 წელს თბილისმა ახალმა სტადიონმა უმასპინძლოს ჩემპიონთა ლიგის ფინალს საქართველოში, რაც იქნება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ზოგადად ქვეყნის წარმოჩენისთვის საერთაშორისო დონეზე. ეს იქნება ბრიტანული სტილის სტადიონი და ეს უზრუნველყოფს მაქსიმალურ ემოციურ კავშირს მაყურებელსა და სპორტსმენებს შორის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათ შორის სპორტული წარმატებისთვის. მე მქონდა საშუალება დავსწრებოდი ევროპის ჩემპიონატის მატჩებს, სადაც სწორედ ასეთი ტიპის სტადიონებზე გაიმართა მატჩები და წარმოუდგენელი ეს ემოციური კავშირი, რაც რეალურად მაყურებელსა და სპორტსმენებს შორის მყარდება ასეთი ტიპის სტადიონებზე. ჩემდა გასაკვირად ამ ინიციატივასაც კი გამოუჩნდა კრიტიკოსები და კიდევ უფრო გასაკვირი ის არის, რომ ეს კრიტიკოსები თავს თვებენ სპორტის გულშემატკივრობაზე, მათ შორის ერთ-ერთი სპორტის კომენტატორი, არ ვიცი მის სახელდაგვარი, გამოდიოდა და სცადა ამ პროექტის
გაკრიტიკება. მე არ ვიცი ამას რა შეიძლება დაერქვას, როცა ხარ პოლიტიკურად მიგერძოებული, როგორც ჩანს, დაბინდული გაქვს თავიდან ფონდე გონება და გულშემატკივრობაც გადადის უკანა პლანზე. რეალურად ეს პროექტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ეს პროექტი აუცილებლად სათანადო ვადებში და სათანადო ხარისხით განხორციელდება. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ჩართოთ საერთაშორისო კომპანია, არის რამდენიმე ყველაზე გამოცდილი კომპანია და ერთ-ერთი კომპანია გვინდა ჩავთოთ ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაში. გადავალთ ჯანდაცვაზე. ჯანდაცვის სისტემის განვითარება არის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. მე მინდა შეგახსენოთ, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამოქმედა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც მოიცავს მოსახლეობის 95%-ს. 4-ჯერ გაიზარდა 2012 წლიდან დღემდე ჯანდაცვის სფეროს ბიუჯეტი. 2012 წელს იყო 450 მილიონი ლარი და 2023 წელს იქნება მილიარდ, არის უпроსორად მილიარდ იყო შარშანდელ წელს მილიარდ 800 მილიონი ლარი, რა თქმა უნდა, მომავალში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება. 4 გიზრდა ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების ნაწილში, მეტყველებს იმასე, რომ ჩვენთვის ადამიანებზე ზრუნვა, ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის განსაკუთრებული პრიორიტეტი. მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდები 2012 წელთან შედარებით არის მნიშვნელოვნად შემცირებული. 2012 წელს ჯიბიდან გადახდების მოცულობა იყო 73%-ზე მეტი, რაც არის შემცირებული დაახლოებით 40%-მდე უკვე 2023 წლისთვის. როგორც მოგეხსენებათ, ამოქმედა დიაგნოზთან შეჯიდული ჯგუფების სისტემა, ეგრეთ წოდებული DRG, რამაც სამედიცინო სერვისებზე პაციენტების თანაგადახდა შეამცირა საშუალოდ 27%-დან 12%-მდე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც განხორციელდა. მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების სისტემა დადებითად აისახა, როგორც მოსახლეობის დანახარჯების შემცირებაზე, ისე ფარმაცევტულ სფეროში კონკურენციის დაბალანსებაზე. დღეისთვის რეფერენტული ფასის ზედაზღვარი დადგენილია 7000-ზე მეტ ქრონიკული დაავადების მართვის ონკოლოგიური და სხვადასხვა ტიპის მედიკამენტზე. ასევე მოგეხსენებათ, შარშან ბავშვთა ონკოლოგიის სერვისების გაძლიერებისთვის ჩამოყალიბდა საერთაშორისო თანამშრომლობა ისრაელის, ესპანეთის და თურქეთის კლინიკებთან. შარშან აგვისტოდან დღემდე დაფინანსდა 18 წლამდე ბავშვთა ონკოლოგიური პროგრამის 99 ბენეფიციარის საზღვარგარეთ პროვაიდერ კლინიკებში მკურნალობა. მნიშვნელოვნად გაიზარდა მშობიარობის დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან, მოიხსნა პაციენტისთვის თანაგადახდის ვალდებულება. 400 სოფლის ამბულატორია აღიჯვარა ავეჯით და თანამედროვე სამედიცინო აპარატურით, აშენდა და აღიჯვარა 17 სოფლის ამბულატორია, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 ამბულატორიას. ამჟამად მიმდინარეობს 11 სოფლის ამბულატორიის მშენებლობა, რეაბილიტაცია. ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამის ეფექტიან განხორციელებას მოყვა ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია და 65%-დან 80%-მდე გაიზარდა განკურნების მაჩვენებელი, რაც არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა. დიაბეტით დაავადებული 18 წლამდე ასაკის პირებისთვის ხელმისაწვდომი გახდა სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის უახლესი თაობის სისტემები. მოწყობილობა შევიძინეთ 1155 ბავშვისთვის, გაიზარდა პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობაც და მუშაობს პროგრამის კიდევ უფრო მეტად გასაფართოებლად. გაფართოვდა ასევე დიალიზის სერვისის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. რეანიმობილები, ამაზე იყო დიდი მოთხოვნა, რეანიმობილები დაემატა ახლოს ოზურგეთის, ლენტეხის, მესტიის და აზბეგის მუნიციპალიტეტებს, ხოლო პედიატრიული პაციენტების ტრანსპორტირებისთვის ასევე თბილის. წლის ბოლომდე 15 ერთეული ახალი ევროსტანდარტების რეანიმობილი მიეწოდება ბათუმს, თბილის, გურჯაანს, აბაშას, თნორს და ტყიბულს. ცენტრის ავტოპარკს შარშან დაემატა 25 ახალი ავტომობილი რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის და 18 სასწრაფო დახმარების ავტომანქანა. წელს ეტაპობრივად კიდევ 105 ახალი ავტომობილის დამატება არის დაგეგმილი. სამომავლოდ არის დაგეგმილი მნიშვნელოვანი რეფორმები. სისტემას ყავს ახალი მინისტრი, მადლობა მინდა მას გადაუხადო ენთუზიაზმით მუშაობისთვის და ჩვენ, რა თქმა უნდა, ოქტომბერში წინასაარჩევნოდ წარუდგენთ ახალ 4 წლიან გეგმას, რომელიც მისთან დაისახავს ჯანდაცვის სისტემის კიდევ უფრო მეტად განვითარებას, რაც არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ძალიან მნიშვნელოვანია სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან და ასევე პაციენტებთან კომუნიკაცია, ინტენსიური კომუნიკაცია და მადლობა კიდევ ერთხელ ჯანდაცვის მინისტრს იმისათვის, რომ მას აქვს ასეთი ძალიან აქტიური და ცოცხალი კომუნიკაცია, როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან, ასევე პაციენტებთან სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც უკავშირდება უშუალოდ მათ ინტერესებს.
მინდა გავიხსენო რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხი, რომელიც საბოლოოდ გადაწყდა საავადმყოფოს პერსონალის ინტერესების და რეკომენდაციების გათვალისწინებით. აქ თავარი იყო ის, რომ ეს რეკომენდაციები იყო თავისთავად არგუმენტირებული, იყო საფუძვლიანი და საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ამ სივრცის უკანა ტერიტორიაზე, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს შენებლობის თაობაზე, პროექტირება წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, ამის შემდეგ დაიწყება უკვე მშენებლობის სამუშაოები. ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, რომ წინა სივრცე იქნებოდა გამოყენებული საინვესტიციო პროექტისთვის, თუმცა ამაზე მშენებლობა უნდა გაგრძელდეს, არ არის გამორიცხული, რომ მთლიანი ტერიტორია, რესპუბლიკური საავადმყოფოს მთლიანი ტერიტორია იყოს გამოყენებული საავადმყოფოს გაფართოებისთვის ან საუნივერსიტეტო სივრცის დამატებისთვის. მთავრობა უზრუნველყოფდა მიზნობრივ ჯგუფებს, მათ შორის ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ბავშვებს სოციალური დაცვის პროგრამებით. ჩვენ წინა გამოსვლის დროს 8 თებერვალს ჰქონდა საკმაოდ აქტიური მსჯელობა პენსიონერების სესხებზე და როგორც მოგეხსენება, ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებები როგორც ეროვნულ ბანკთან, ასევე პროვაიდერ ბანკთან, ლიბერტი ბანკთან და მივახციეთ შეთანხმებას, მადლობა ლიბერტი ბანკს იმისათვის, რომ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოავლინა და რამდენიმე პროცენტული პუნქტით ამის შედეგად შემცირდა პროცენტული განაკვეთი საპენსიო სესხებზე. ასევე მინდა ცალკე აღვნიშნო COVID ამნისტია, რომელიც განხორციელდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ათასობით მოქალაქეს ჩამოეწერა COVID პანდემიის დროს დაგესრებული ჯარიმები. რამდენიმე წელი ჩვენს თანამოქალაქეებს რჩებოდათ ჯარიმები, რომლებიც იყო გადაუხდელი და მათი ამოღება იქნებოდა აბსოლუტურად არაგონივრული. ჯარიმისგან გათავისუფლდა 1155 ფიზიკური და 38 იურიდიული პირი, თანხამ შეადგინა დაახლოებით 5.600.000 ლარი. თავდაცვის მიმართულებით გრძელდება აქტიური მუშაობა. თავდაცვის სამინისტრო წარმატებით ახორციელებდა ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სადაზვერვო, საინჟინრო და კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობის განვითარების, ასევე თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურული ობიექტების განახლება გაუმჯობესების პროექტებს. კიბერსარდლობის ორგანიზაციულ მოდელზე გადასვლის მიზნით შემუშავდა კიბერსარდლობის ჩამოყალიბების სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა. დელტავების მიერ დამზადდა და თავდაცვის ძალებს გადაეცა სადაზვერვო და საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატების პირველი პარტია. თავდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით დაიწყო და ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები. ეს არის სპეციალური ოპერაციების სარდლობისთვის ახალი ბაზის მშენებლობა, ავიაციის და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ახალი სამხედრო ბაზის მშენებლობა, აღმოსავლეთ საქართველოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გენერალ მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მშენებლობა, რომელიც 400 კადეტზე იქნება გათვლილი. გენერალ კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის განვითარების მიზნით სრულად რეაბილიტირდა კადეტთა საცხოვრებელი, განახლდა კომპიუტერული ტექნიკა, დასრულდა ლაზარეთის მშენებლობა. სამინისტრო საბინაო პოლიტიკის ფარგლებში თავდაცვის ძალების უფროს ოფიცრებს მიეცათ უპრეცედენტო შიდეკანვადებით ბინების აშენების საშუალება 5000-მდე მოქმედ უყოფელ სამხედროს სხვა კატეგორიის მოქალაქეებს დაუკანონდა თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული ბინები და მოუგვარდა წლების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა. მახათას თაზე დასრულდა ჯარის ქალაქის მშენებლობა, ეს არის 39 შვიდსართულიანი კორპუსი, სადაც არის 1092 ბინა განთავსებული და განკუთვნილია სამხედრო მოსამსახურეებისთვის. სამხედრო ჰოსპიტალი აღიჭურა თანამედროვე სამედიცინო აპარატურით და ინვენტარით. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს წარმატებით უმასპინძლა აშშ საქართველოს მრავალეროვნულ სწავლებას Agile Spirit 23-ს, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 22 ქვეყნის 3100-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ. ჩატარდა უწყებათა შორის სამეთაურო საშტაბო სწავლება დიდგორი 2023. წელს საქართველოს უმასპინძლა სპეციალური ოპერაციების მრავალეროვნულ სწავლებას დროიან Footprint 24-ს, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 6 ქვეყნის 1100-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ. ცვლილებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ორგანიზებით მიმდინარეობს ნატო საქართველოს სწავლების დაგეგმვის ეტაპი, რომლის აღსრულება 2025 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი. მიმდინარეობს დაგეგმვის პროცესი მრავალეროვნული სწავლების Global Partner 24-ის შესაძლებლად. საზღვაო ინიციატივის ფარგლებში საქართველოს სანაპირო დაცვის ჯგუფით პირველად ჩაერთო ნატოს საზღვაო საფრთხეების ოპერაცია ზღვის მცველში. ასევე ცალკე აღვნიშნო, რომ თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით განახლდა პროექტი ჩვენი ჯარი, რომელმაც მოიცვა 628 საჯარო სკოლა და 24000-ზე მეტი მოსწავლე, 2300-მდე მასწავლებელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობის გაძლიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მინდა ავისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადად მინის იმ პროცესებისთვის, რომლებიც სამინისტრომ ღირსეულად გამოიარა გასული 2-3 თვის განმავლობაში, როგორც მოგეხსენებათ, იყო გარკვეული მცდელობა ქვეყანაში შემოეტანათ არეულობა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არსებითად თვისებრივად იმოქმედა ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით და უზრუნველყო საქართველოში სიმშვიდის და სტაბილურობის შენარჩუნება. მადლობა ამისათვის შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ვახტანგ გომელაურს და თითოეულ ღირსეულ პოლიციას. რეფორმები სისტემაში, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, განხორციელდა კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რომელიც ემსახურებოდა ფუნქციების უკეთ გამიჯვნას. გაძლიერდა საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობა. თბილისის და რუსთავის შემდეგ მარცხის ოფიცრის ინსტიტუტი დაინერგა ბათუმის საქალაქო სამმართველოში. დანიშნულია 400-მდე მარცხის ოფიცერი. იგეგმება მომავალშიც ამ ინსტიტუტის გაფართოება. სასაზღვრო პოლიციაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სახმელეთო სასაზღვრის დაცვის, სანაპირო დაცვის და სასაზღვრო ავიაციის შესაძლებლობის გაუმჯობესების, ნატოსთან თანამშრომლობის, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვის, სწრაფი რეაგირების, ოპერატიული საგამოძიებო კომპონენტების გაძლიერების, სასაზღვრო სექტორების აღჭურვისა და მესაზღვრების გადამზადების კუთხით. კონკრეტულად აშენდა 9 სასაზღვრო პუნქტი, საარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა 9 სასაზღვრო სექტორს და 13 სასაზღვრო პოსტს. სასაზღვრო სექტორები აღიჭურა თანამედროვე საზღვრის დაცვისა და საკომუნიკაციო საშუალებებით, განახლდა მესაზღვრეების შეიარაღება, მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა სანაპირო დაცვის განვითარების კუთხით. სასაზღვრო პოლიციის მიერ გამოვლენილი დანაშაულთა რიცხვი გაზრდილია 24%-ით. გაგრძელდა საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის კონცეფციის დანერგვა ქვეყნის მასშტაბით. ცენტრი უკვე ფუნქციონირებს თბილისში, რუსთავში, მცხეთაში, გორსა და ბათუმში და სამომავლოდ საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიხსნება ეტაპობრივად. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო კონცეფციის იმპლემენტაციაზე. ანალიტიკური ქსელი გაფართოვდა ქვეყნის მასშტაბით და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები დაკომპლექტდა 94 ანალიტიკოსით. საგზაო საფრთხების უზრუნველყოფისთვის ვიდეო მეთვალყურეობის ერთიან ქსელში ჩაირთო 674 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა, 158 ნომრის 60 ეგრეთ წოდებული ჭკვიანი ვიდეოკამერა, ამოქმედა 129 სიჩქარის კონტროლის სექცია, რომელიც პარავს 333 კილომეტრს. ამჟამად ქვეყნის მასშტაბით ვიდეო მეთვალყურეობის ქსელში ჩართულია 7500-ზე მეტი ვიდეოკამერა, ამოქმედებულია 584 სიჩქარის კონტროლის სექცია, რომელიც პარავს 2000 კილომეტრზე მეტ საგზაო მონაკვეთებს. საგანგებო სიტუაციების ეფექტიანად მართვის კუთხით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. განხორციელდა კახეთის რეგიონში 3 ერთეული რეზერვუარის სამშენებლო სამუშაოები, ბათუმში მოეწყო ოპერატიული მართვის ცენტრი, კასში აშენდა ახალი სახანძრო სამაშველო შენობა, განხორციელდა 2 სტაციონარული კოშკური სამშენებლო სამუშაოები, განახლდა მატერიალურ-ტექნიკური ფასა. მე აქაც ვისარგებლებ შემთხვევით და ჩვენს გმირ მაშველებს, მეხანძრეებს მინდა მადლობა გადავუხადო მათი არაერთი გმირობისთვის. სამწუხაროდ წელსაც ჰქონდა რამდენიმე მძიმე სტიქიური მოვლენა და აქაც კიდევ ერთხელ ჩვენმა მეხანძრე მაშველებმა გამოავლინეს განსაკუთრებული გმირობა, ასევე ამ საანგარიშო პერიოდს უკავშირდებოდა შოვის ტრაგედია, შოვის სტიქია და იქ ყველას მოგეხსენებათ, როგორი იყო მეხანძრე მაშველების როლი იმ ასე ვთქვათ პროცესებში, რომლებიც ჩვენ გამოვიერეთ. მადლობა მათ სამსახურის ხელმძღვანელობას და თითოეულ მეხანძრე მაშველს მათი საქმიანობისთვის და მოღვაწეობისთვის. გრძელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება, ბაზების, ყაზარმების და სხვა საპოლიციო შენობების მშენებლობა, კეთილმოწყობა. საანგარიშო პერიოდში სამინისტროს ავტოპარკი 655 ერთეული ავტოტრანსპორტით განახლდა, მნიშვნელოვნად გაძლიერდა საზღვრო პოლიციის ავიაციის შესაძლებლობები, დაემატა 2 თანამედროვე ევროპული ტიპის IH-155 ვერტფრენი, რომელიც აღჭურვილია სამაშველო საშუალებებით და გამორჩეულია სიმაღლეზე ოპერირების შესაძლებლობით. ცალკე აღნიშნავ, რომ ტრაფიკინგთა ბრძოლის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს მოწმობს ყველა საერთაშორისო შეფასება. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გასული წლის ანგარიშის თანახმად, ტრაფიკინგის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა და მსოფლიოს მასშტაბით 188 ქვეყანას შორის უკვე მერვე წელია ინარჩუნებს ადგილს ეგრეთ წოდებულ პირველ კალათაში. გასული წლის გლობალური ინდექსის თანახმად საქართველო ტრაფიკინგის წინააღმდეგ გაძეული ძალისხმევით 160 ქვეყანას შორის მე-14 ადგილს, ხოლო რეგიონში პირველ ადგილს იკავებს.
ასევე ცალკე აღნიშნა, რომ გასულ წელს თბილისში დაიწყო პოლიციის ქალაქის შენებლობა, შენდება 7 მრავალსართულიანი კორპუსი, ბინას 1000-მდე პოლიციელი მიიღებს. ანალოგიურად გრძელდებოდა აქტიური მუშაობა სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, დაზვერვის სამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურების შესაძლებლობების გაძლიერებაზე, რა თქმა უნდა, მომავალშიც ამ სამსახურების შემდგომი განვითარება დარჩება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად. პენიტენციური სისტემის ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ყველას კარგად გახსოვთ, რა ვითარება იყო საშუალო ახსოვების სისტემაში 2012 წლამდე, მით უმეტეს ამ ფონზე და ამ ფონის მიღმაც ჩვენ შეგვიძლია თავი მოვიწონოთ იმ მიღწევებით, რომელიც გვაქვს პენიტენციურ სფეროში. მე მინდა ჩამოთვალო ბოლო დროის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებები. დაბა ლაითურში დასრულდა უმაღლესი ევროპული სტანდარტების 700 მშრალდებულზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულების შენებლობა. რუსთავში მიმდინარეობს მცირე ზომის 150 მშრალდებულზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულების შენებლობა. სულად განახლდა პენიტენციური დაწესებულებში სპორტული მოედნები და ინფრასტრუქტურა. 2023 წლის ივნისიდან პენიტენციურ დაწესებულებში დაიწყო იუსტიციის სახლების გახსნა. გაიხსნა იუსტიციის სასწავლო ცენტრის სააკაძის სასწავლო ბაზა, გრძელდება რესოციალიზაცია რეაბილიტაციის პროგრამების გაძლიერება, პენიტენციურ დაწესებულებებში რეგულარულად ტარდება სპორტული ფესტივალები, მსხვილთა და ინსტრუქტორთა კვალიფიკაციის ამაღლება გადამზადების და დასაქმების პროგრამები. ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში შეძენილი იქნა ახალი სამედიცინო აპარატურა, გრძელდება საჯარებათა გამოვლენა და სამედიცინო პუნქტების აღჭურვა. დამატებით 20 ადგილას განთავსდა პრობაციონერთა ელექტრონული კონტროლისა და სერვისების უზრუნველყოფის ინოვაციური მოწყობილობა პრობოქსი. ყველა ხედავთ, რა იყო პრიორიტეტები ჭყალებში 2012 წლამდე და რა პრიორიტეტებით მოქმედებს საქართველოს მთავრობა დღეს, როდესაც საქმე ეხება საშუალო ახსოვების სისტემას. წარმატებით წარმოებდა სამუშაოები საზოგადოებრივი მომსახურების შემდგომი დახვეწის უზრუნველყოფა, ცალკე გამოყოფ იუსტიციის სახლებს, ბოლო სამტრედიაში გავხსენეთ იუსტიციის სახლი, ახალი იუსტიციის სახლი. მიმდინარეობს 11 იუსტიციის სახლის მშენებლობა, ამით დასრულდება ყველა მნიშვნელოვანი პუნქტში იუსტიციის სახლების მშენებლობის პროცესი. ასევე აქტიურად მიმდინარეობს მობილური იუსტიციის სახლების პროექტი, მათი რაოდენობა 20-მდე გაიზარდა და მოიცვა საქართველოს ყველა რეგიონი. აღსანიშნავია, რომ მობილური იუსტიციის სახლები კვირის განმავლობაში ერთდროულად ემსახურება 90 სოფელს. იცის სისტემური რეგისტრაცია არის ასევე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო მუშაობს. უკვე აიზომა მილიონზე მეტი მიწის ნაკვეთი ქვეყნის მასშტაბით. მათ შორის 9-ზე მეტი აიზომა საანგარიშო პერიოდში, 9 მილიონზე მეტი მიწის ნაკვეთი. დღეში საშუალოდ ხორციელდება 3500-4000 მიწის ნაკვეთის აზომვა და რეგისტრაციაში ტარდება დაახლოებით 2700 მიწის ნაკვეთი ყოველდღიურად. ეს არის ძალიან დიდი სამუშაო, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს და მადლობა იუსტიციის მინისტრს ამისათვის. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატმა განახორციელა, სახელმწიფო მინისტრმა განახორციელა ძალიან მნიშვნელოვანი აქტივობები. სკოლამდელი და სასკოლო განათლების დონეზე ეტაპობრივად გაფართოვდა ორენოვანი განათლების მოდელის გეოგრაფიული არეალი. სახელმწიფო ენის ბილინგური მეთოდის სწავლება 36 საბავშვო ბაღსა და 184 საჯარო სკოლაში დაინერგა. რეგიონებში არაქართულენოვან სოფლებში მაღალკვალიფიციური კადრების დეფიციტის დასაძლევად მივლინებული იქნა 400-მდე ქართულენოვანი მასწავლებელი. მშვიდობის ფონდის მეოთხე საგრანტო კონკურსის ფარგლებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან 129 ბიზნეს პროექტი დარეგისტრირდა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან მზარდ ინტერესზე მეტყველებს. დაფინანსდა 22 ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ბიზნეს პროექტი. შარშან ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს უმაღლესი განათლების დაწესებულებებში უგამოსდოდ ჩაირიცხა 235 სტუდენტი. შეუფერხებლად და ეფექტურად გრძელდება სახელმწიფო რეფერალური პროგრამის ფარგლებში სამედიცინო მომსახურების უფასოდ გაწევა. პროგრამით საანგარიშო პერიოდში აფხაზეთის რეგიონიდან 1200-მდე, ხოლო ცხინვალის რეგიონიდან 300-მდე ადამიანმა ისარგებლა. მთავრობა აგრძელებს აფხაზეთის რეგიონში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების ხარდაჭერას და სტატუს ნეიტრალური საკოორდინაციო მექანიზმის საშუალებით ვაქცინების, მედიკამენტების, ანტივირუსული ტესტების და სამედიცინო აღჭურვილობის რეგულარულად მიწოდებას. ამ პერიოდის განმავლობაში ღირებულებამ შეადგინა დაახლოებით 1,5 მილიონი ლარი. გრძელდება აფხაზეთის რეგიონში სასოფლო სამეურნეო საქმიანობის ხარდაჭერა და ადგილზე მოსახლეობის მხარდაჭერა.
საკოორდინაციო მექანიზმის საშუალებით აფხაზეთის რეგიონს გადაეცა მცენარეთა და ცხოველთა დაცვის 400,000 ლარზე მეტი ღირებულების საშუალებები. გაგრძელდა 90 წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზოუგლო დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების პროგრამა. გასული 12 თვის განმავლობაში გადმოსვენებული იქნა და ოჯახებს გადაეცა უგზოუგლო დაკარგული 68 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი. გაიმართა მათი სათანადო პატივით დაკრძალვის ოფიციალური ცერემონია. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში გაგრძელდა პროექტები სოციალურ-ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სასოფლო-სამეურნეო, ჯანდაცვითი, საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებით. 14,000-ზე მეტ ოჯახს სამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით გაეწია ფინანსური დახმარება. 200-მდე სტუდენტს სახელმწიფოს მიერ დააფინანსდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებში სწავლების საფასური. სოფელ ზარდიანთკარში რეაბილიტირდა 2008 წლის ომის შედეგად დაზიანებული 28 სახლი. ამ სახლების მფლობელები დღემდე უზრუნველყოფილი იყვნენ დროებითი საცხოვრებლით. და ბოლო თემა, რომელსაც შევეხები, სფერო, რომელსაც შევეხები არის საგარეო პოლიტიკა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ საანგარიშო პერიოდში საქართველო მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოგილოცოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა ჩვენთვის, რა თქმა უნდა, უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად რჩება ევროკავშირში ინტეგრაცია. მე ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი პრემიერ-მინისტრის რანგში განვახორციელე სწორედ ბრიუსელში, სადაც თავის არის ასოცირების საბჭოს სხდომას. რა თქმა უნდა, გაგრძელდება ასოცირების დღის წესრიგით და 9 პრიორიტეტით გათვალისწინებული პირობების შესრულება. და კიდევ ერთხელ ვიტყვი, 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად იქნება მზად იმისათვის, რომ გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას ნატოსთან. ამ შემთხვევაშიც ჩემი პირველი ვიზიტის საგარეო ვიზიტის პარკლებში პრემიერ-მინისტრის რანგში მე მქონდა შეხვედრები ნატოს ხელმძღვანელობასთან და მონაწილეობა მივიღე ნატოს საქართველოს კომისიის სხდომაში. სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს ძალიან პროდუქტიული თანამშრომლობა, მათ შორის სამხედრო სფეროში, თავდაცვის სფეროში და რა თქმა უნდა, ამ თანამშრომლობის გაღრმავება დარჩება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად. საქართველოს მთავრობა მოწოდებულია თავისი წვლილი შეიტანოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვაში, რაც 2020 წლიდან განვითარებული მოვლენების ფონზე აუცილებლად გვესახება. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ იქნება შემხვედრი ნაბიჯები, რა თქმა უნდა, საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების განვითარება, გაღრმავება არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის. მე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო აწარმოებდა ეფექტიან პოლიტიკას იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორია არ ყოფილიყო გამოყენებული დასავლეთის მხრიდან დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად. ჩვენ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობით ვახორციელებთ 50 მაღალ პრიორიტეტული საქმიანი ჯგუფის გადაადგილების მონიტორინგს, ხორციელდება პერიოდული ანგარიშგება. მიღებული იქნა საბაჟო ოპერაციაზე უარის თქმის სასახლის გამოგზავნ ქვეყანაში გაბრუნების 1898 გადაწყვეტილება ამ პერიოდის განმავლობაში. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში იყო ჩამოსული სამხრივი მისია ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის, ბრიტანეთის წარმომადგენლები იყვნენ საქართველოში და მათ ძალიან დადებითად შეაფასეს ის ძალისხმევა, რომელიც ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება. რა თქმა უნდა, მომავალშიც ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ მოქმედებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან, როგორც მოგეხსენებათ, გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთს შორის და წელს გვაქვს უკვე კონკრეტული შედეგები სხვადასხვა მიმართულებით. მე მინდა მადლობა გადაუხადო ჩინურ მხარეს იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ასევე გაორმაგდა პირდაპირი ფრენები საქართველოს და ჩინეთს შორის, გაღრმავდა ეკონომიკური კავშირები, საუჯრო ბრუნვამ შეადგინა $1,600,000,000
ასევე საქართველოს ეწვია შარშან 58,000-ზე მეტი ჩინელი ტურისტი, რაც 6,5-ჯერ აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს, გვაქვს მნიშვნელოვანი ზრდა ტურიზმის მიმართულებით. ძალიან ბევრ უმნიშვნელოვანეს პროექტში არის ჩართული ჩინური მხარე, ჩართული არიან ჩინური კომპანიები. ამ სანგრეშო პერიოდის განმავლობაში, მას შემდეგ რაც დავიკავე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ორი ყველაზე მსხვილი პროექტი გავხსენეთ, სასაფონე-შემოვლითი გზა და გობიქრეშეთის გვირაბი და ორივე პროექტი განხორციელდა ჩინური კომპანიების ძალიან წარმატებული ჩართულობით. რა თქმა უნდა, გაგრძელდება ამ მიმართულებითაც თანამშრომლობა და უკვე ვახსენე ანაკლიის პროექტი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ჩინური მხარის ჩართულობა, მათ შორის ჩინური ტვირთების მოსაზიდად, იმისათვის რომ მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარება და მოხარული ვართ, რომ ეს პროექტი სწორედ ჩინური კომპანიის ჩართულობით განხორციელდება. რა თქმა უნდა, რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და ასევე რეგიონის ყველა ქვეყნისთვის. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან. აქაც ვიზიტების კუთხით მინდა აღვნიშნო, რომ ბრიუსელის შემდეგ ჩემი პირველი ვიზიტები განვახორციელე სწორედ მეზობელ ქვეყნებში. იყო ვიზიტი ბაქოში, იყო ვიზიტი ერევანში, იყო ვიზიტი ანკარაში, სადაც ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მომავალშიც მაქსიმალური ძალისხმევა იქნება გაწეული იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ ის მეგობრობა, ტრადიციული მეგობრობა და თანამშრომლობა, რომელიც ჩვენ ამ სამ ქვეყანასთან გვაკავშირებს. ასევე ჩვენ ვართ მზად ხელი შევუწყოთ მეზობელ ქვეყნებს შორის დიალოგსა და კონსტრუქციულ თანამშრომლობას, რაც არის რა თქმა უნდა მთელი რეგიონის ინტერესებში. მინდა აღვნიშნო, რომ წარმატებით ვითარდება სავაჭრო ურთიერთობები ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. სავაჭრო ბრუნვა 50%-ით გაიზარდა ერთი წლის განმავლობაში. 30%-ით გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა 2022 წლიდან 2023 წლამდე. ინდოეთთან ვითარდებოდა აქტიურად ჩვენი ურთიერთობები. ინდოეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება თბილისში რეზიდენტის საელჩოს გახსნის შესახებ, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. ასევე ცალკე მინდა აღვნიშნო, რომ ინდურმა ავიაკომპანია ინდიგომ დაიწყო პირდაპირ ფრენების შესრულება დელი-თბილისი, დელის მიმართულებით კვირაში 3 სიხშირით. ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება, რა თქმა უნდა, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა. ჩვენ, რა თქმა უნდა, განვაგრძობთ წარმატებული არაღიარების პოლიტიკის წარმოებას და მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს თითოეულ დიპლომატს ამ ყველაფრის შეტანილი წვლილისთვის. მადლობა პირადად მინისტრს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები თანამოქალაქეების უფლებების დაცვა, ესეც არის რა თქმა უნდა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, რასაც საქართველოს მთავრობა ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობდა, მათ შორის ამ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. მე მინდა აღვნიშნო ცალკე, რომ 7 ივნისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადადგებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ, სადაც დაფიქსირდა რეკორდულად ყველაზე მაღალი ხარდაჭერა 103 ხმა მიიღო ამ რეზოლუციამ და ამისათვის კიდევ ერთხელ პირადად მინისტრს და საგარეო საქმეთა სამინისტროს თითოეულ ჩართულ დიპლომატს განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფო დაშორისის დავაზე საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ რუსეთს დააკისრა სრული პასუხისმგებლობა საქართველოს მოსახლეობის უფლებების მასობრივ დარღვევებზე და აქ იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა, რა თქმა უნდა, პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ამ დავის მოგება. საქართველოს ხელისუფლებამ ბოლომდე დაიცვა ჩვენი სახელმწიფოს პრესტიჟი, სახელმწიფოს ღირსება, ჩვენი ჯარის ღირსება და რა თქმა უნდა, მომავალშიც მთელი ძალისხმევა იქნება მიმართული აქეთკენ. დიასპორის საქართველოსთან, სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნება არის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. გუშინ მონაწილეობა მივიღე ღონისძიებაში, რომელიც სწორედ ამ თემას ეძღვნებოდა. მოხარული ვარ, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება ხორციელდება, პროექტი ხორციელდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი
დიასპორის კავშირი სამშობლოსთან, საქართველოსთან. იხვეწება კიდევ უფრო მეტად არსებული მექანიზმები. პროცესში არის გათვალისწინებული სხვადასხვა მოწინავე ქვეყნის მაგალითი, როგორც არის ირლანდია, ისრაელი, იტალია. ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წარმატებულ პროგრამებს და პროექტებს. დაინერგა, როგორც მოგეხსენებათ, ენერგია საკრედიტო მექანიზმების სისტემა და გაიზარდა ამ მექანიზმების მოცულობა, რამაც გვეთად გააძლიერა უცხოეთში არსებული საგვირაო სკოლები, ფოლკლორული ანსამბლები, დიასპორული ორგანიზაციები, მთლიანად მათი რაოდენობა 300 აჭარბებს, ასევე ამ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაიხსნა 10 ახალი საკვირაო სკოლა. რა თქმა უნდა, მომავალშიც კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა იყოს გაწეული იმისათვის, რომ მაქსიმალური კავშირი შევინარჩუნოთ ჩვენ დიასპორასა და სამშობლოს შორის. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი სურვილი და ამოცანა არის ის, რომ თითოეული ჩვენი თანამემამულე საბოლოოდ დაუბრუნდეს საკუთარ სამშობლოს, საკუთარ ქვეყანას. რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდა იქნება წამახალისებელი ამ თვალსაზრისითაც, რაც უფრო ძლიერი იქნება ეკონომიკურად ჩვენი ქვეყანა, მით უფრო მეტი ჩვენი თანამემამულე დაუბრუნდება საქართველოს უახლოესი წლების განმავლობაში. რადგან ეს არის ბოლო სამთავრობო მოხსენება ამ 4-წლიანი საპარლამენტო და სამთავრობო ციკლის განმავლობაში, მე მინდა ძალიან მოკლედ შევაჯამო გასული 4 წელი და გავიხსენო ის მოვლენები, რომლებიც განვითარდა 2020 წლის შემოდგომის შემდეგ, როგორც მოგეხსენებათ, მაშინ მართლმა გუნდმა მოიგო საპარლამენტო არჩევნები, მიიღო პარლამენტში 90 მანდატი, თუმცა ამის მიუხედავად ქვეყანას არ მიეცა დამშვიდების საშუალება, ოპოზიცია უარს ამბობდა პარლამენტში შემოსვლაზე, აცხადებდნენ, რომ არჩევნები იყო გაყოლბებული, თუმცა საბოლოო ჯამში ჩვენ დავუმტკიცეთ მათ, რომ თავად გააღლბეს პარალელური დათვლის მონაცემები, ასევე მთელი რიგი სხვა მონაცემები, რომლებიც ენჯების მეშვეობით გამოაქვეყნეს, რაც იყო ძალიან სამწუხარო მოვლენა. ამ პროცესების გამო ჩვენ მოგვიწია ბოლობარგეებში შესვლა, გარკვეული კაბალური, ასე ვთქვათ, პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერა, რაც ითვალისწინებდა რეალურად კონსტიტუციური ჩარჩოებიდან სისტემის დროებით გასვლას, დადგინდა ეგრეთ წოდებული 53%-იანი ვირტუალური ბარიერი, აბსოლუტურად ალოგიკური, ასე ვთქვათ, მოთხოვნა იყო ჩადებული ამ პოლიტიკურ შეთანხმებაში, იყო ხელოვნური პროცესები, რომელთა გამოც ქვეყანა ვერ დამშვიდდა 1 წლის განმავლობაში და მხოლოდ მას შემდეგ, რაც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ქართულმა ოცნებამ მიიღო 57% საბოლოოდ დასრულდა საუბარი რიგარეშე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ამის შემდეგ დაიწყო 2022 წელი, იყო ურთულესი მოვლენები, თქვენ ყველას გახსოვთ, როგორ ითხოვდა ჩვენგან ოპოზიცია სანქციებთან მიერთებას, უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას მთავრობის ოფიციალური თანხმობით, მათი სურვილი იყო პრაქტიკულად გაცხადებული, ეს იყო ომში ქვეყნის ჩართვა და მას ღია ტექსტითაც ამბობდნენ როგორც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე მათთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციების ლიდერები. ასევე გახსოვთ, რომ მაშინ უკრაინის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთან ელჩის გაწვევის თავებას, ეს იყო რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი სერიოზული დარტყმა. შემდეგ ივნისში გითხრეს უარი კანდიდატის სტატუსზე, დღემდე ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი არგუმენტი ამასთან დაკავშირებით, მოთხოვნებიც კი არ ქონდა დაყენებული. მაშინ არ იყო 12 პუნქტიანი გეგმა, არც 9 პუნქტიანი გეგმა, ყოველგვარი მოთხოვნის გარეშე უბრალოდ შედგა დაახლოებით 5000 გვერდიანი დოკუმენტი, გაიგზავნა ევროკავშირში, რომელიც ასახავდა საქართველოში არსებულ მდგომარეობას და ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოში არსებული მდგომარეობა მაშინაც და დღესაც იყო და არის ბევრად უფრო უკეთესი, ვიდრე უკრაინასა და მოლდოვაში, ასევე ბოსნიაში, თუმცა შესაბამის ქვეყნებს მიეცა კანდიდატის სტატუსი, საქართველოს არა და ასევე ისიც გახსოვთ, რომ ოპოზიციამ სცადა ამ მოვლენის გამოყენება ქვეყანაში ხელისუფლების გადატრიალების მოსაწყობად. ანუ 2022 წელიც, ისე როგორც 2021 წელი გამოვიარეთ ხელოვნურად შექმნილი ერთგვარი турბულენტობის პირობებში, რაც არის ძალიან სამწუხარო. ასევე ეს პროცესები გაგრძელდა 2023 წელსაც და ყველას გახსოვთ, რომ ვიდრე კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭებოდა, მანამდე წელიწადნახევრის განმავლობაში ხელოვნური турბულენტობის პირობებში აცხოვრეს ეს ქვეყანა, რაც ძალიან ცუდია, ძალიან სამწუხაროა. ასევე გახსოვთ ის პროცესები, რაც დაუკავშირდა გამჭვირვალობის შესახებ კანონის ინიცირებას ჯერ შარშან, მერე უკვე წელს
იყო აბსოლუტურად ყალბი მესიჯი, ეგრეთ წოდებულ რუსულ კანონთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში ყველამ თავი აარიდა დებატებში შემოსვლას ამ კანონთან დაკავშირებით. ერთი მარტივი მიზეზის გამო მათ არ ჰქონდათ სათქმელი არაფერი. როდესაც კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ყოველწლიური ფინანსური დეკლარაციის გამოქვეყნება, რა თქმა უნდა, ვერავინ ვერ შეძლებს ასეთი კანონის გაკრიტიკებას, უბრალოდ გასაკრიტიკებელი არაფერია, გამჭრელობა არის ევროპული სტანდარტი და სწორედ ამ ევროპული სტანდარტის შემოღებას ითვალისწინებდა ის კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო და მე მინდა თითოეულ თქვენგანს საქართველოს პარლამენტის წევრებს მადლობა გადაგიხადოთ ერთსულოვნებისთვის და პრინციპულობისთვის, რომელიც თქვენ გამოავლინეთ ქართული სახელმწიფოს წინაშე. საბოლოოდ მიუხედავად ამ რთული მოვლენებისა, რაც გამოვიარეთ 2020 წლის ბოლოს, 2021 წელს, 22 წელს, 23 წელს, 24 წელს, მოხდა ასეთი რამ, რომ საქართველოს პარლამენტი შედგა, არ ჩატარდა რიგარეშე საპარლამენტო არჩევნები, ჩვენ წარმატებით დავძლიეთ ის ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, რომელიც გამოვიარეთ 2021 წელს. ქვეყანამ შეინარჩუნა მშვიდობა, მიუხედავად ძალიან ძლიერი ზეწოლისა სხვადასხვა მიმართულებიდან და ამ ყველაფრის ფონზე, წარმოიდგინეთ მუდმივი ხელოვნური ტურბულენტობის ფონზე, ჩვენ დოლარში ნომინალური ეკონომიკა გავაორმაგეთ. ჩვენი ეკონომიკა იყო დაახლოებით $4,250 და წელს უკვე $9,000 გადაცდება. წარმოიდგინეთ თქვენ დამშვიდობის საშუალება, რომ მოეცათ ამ ქვეყნისთვის საწავიდა და ჩვენი ეკონომიკა. და ასევე შეგახსენებთ იმას, რომ ეკონომიკის განვითარება არის ბევრი რამის აუცილებელი პირობა, მათ შორის საქართველოს ევროინტეგრაციის აუცილებელი პირობაც. ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ იმ ეკონომიკით, რომელიც აქვს მაგალითად დღეს უკრაინას ან დღეს აქვს მოლდოვას, ეს ორი ქვეყანა ბევრად ჩამოხრჩა ჩვენ არ მარტო ეკონომიკური კუთხით, არამედ ევროინტეგრაციის გზაზეც. მომავალში რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ კვლავ ჩვენ ვინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა, სიმშვიდე ჩვენს ქვეყანაში და განვაგრძოთ ეკონომიკური ზრდის ტენდენციის შენარჩუნება, რაც არის ასე მნიშვნელოვანი, მათ შორის საქართველოს ევროინტეგრაციისთვის და ასევე კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ამ რთული მოვლენების ფონზე ჩვენ შევძელით და გავიმყარეთ საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი. და ის კანონი, რომელიც მიიღეთ თქვენ საქართველოს პარლამენტის წევრებმა, ემსახურებოდა სწორედ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტის გამტკიცებას და კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ ამისათვის. ყველას გახსოვთ ქართული ხალხის ბრძოლა 80-იანი წლების ბოლოდან 90-იანი წლების დასაწყისში სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის და ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება. დღესაც გრძელდება ბრძოლა იმისათვის, რომ ჩვენ ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული გზა და თქვენ იცით რა არის ჩვენი უმთავრესი ეროვნული ამოცანები, თუმცა მანამდე მინდა ვისაუბრო ძირითად გამოწვევებზე, რომლებთანაც მოგვიწევს შეჯიდება მომდევნო 4 წლის განმავლობაში. პირველი ეს არის დემოგრაფია, მიუხედავად ეკონომიკური ზრდისა, ჩვენ კვლავაც გვაქვს დასავლეთ ევროპულთან შედარებით დაბალი ეკონომიკური მაჩვენებელი, თუმცა ტენდენციები ისეთია, რომ ცხოვრების დონე სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, მაგალითად იგივე გერმანიაში მოსახლეობის ცხოვრების დონეს წამოეწევა და სხვაობა შემცირდება 2-მდე, მაშინ როდესაც 2012 წელს გერმანიაში მოქალაქე ცხოვრობდა 4,5-ჯერ უკეთესად, ვიდრე საქართველოს მოქალაქე. სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად 2029 წლისთვის მხოლოდ 2-მდე შემცირდება სხვაობა გერმანიასა და საქართველოს შორის მოსახლეობის ცხოვრების დონის თვალსაზრისით. ამ ტენდენციის შენარჩუნება არის მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, დემოგრაფიაზეც დადებითად აისახება ეს ეკონომიკური ზრდა. თუმცა იმ პირობებში, როდესაც მაგალითად გერმანიაში 3-ჯერ უკეთესად ცხოვრობენ ვიდრე საქართველოში, რა თქმა უნდა, არის სერიოზული გამოწვევები მოსახლეობის გადინების კუთხით, გვაქვს სხვადასხვა ტიპის დემოგრაფიული გამოწვევები და მომდევნო 4 წლიან პროგრამაში ამ საკითხებს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. სიღარიბის დაძლევა, ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა, გვაქვს მუდმივი პროგრესი, გვაქვს მუდმივი ციფრების შემცირება ამ მიმართულებით, თუმცა ძალისხმევა მაქსიმალურად უნდა გაგრძელდეს და ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანა არის სიღარიბის საბოლოო ჯამში განვლება ქვეყანაში. განათლება და ჯანდაცვა, სოციოლოგიური კვლევებიც ადასტურებს, რომ ამ მიმართულებით არის განსაკუთრებული მოთხოვნა
რეფორმებზე და მინდა წინასწარ დავანონსო, რომ ჩვენი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება იქნება განათლება, ასევე ჯანდაცვა და შემოგთავაზებთ ფუნდამენტურ ცვლილებებს ამ მიმართულებით. მე ვისაუბრე კორუფციასთან ბრძოლაზე, ჩემი თებერვლის მოხსენების დროს და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა ამ თვეების განმავლობაში, რომელიც უკვე დადებითად აისახა ამ კუთხით ქვეყნის მდგომარეობაზე. ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, რაც ვისაუბრეთ თებერვალში, ჩვენ გვინდა რომ ადგილი დავიკავოთ ევროპის მოწინავე ქვეყნებს შორის. დღესაც უსწრებთ ყველა კანდიდატ ქვეყანას კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ასევე უსწრებთ ევროკავშირის წევრ 10-მდე ქვეყანას ამ შესაბამისი მაჩვენებლებით საერთაშორისო ინდექსების თანახმად, თუმცა ჩვენ გვაქვს უფრო მაღალი ამბიცია და გვინდა დავიკავოთ ადგილი ევროპის ქვეყნების სამეულში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ეს არის რთული ამოცანა, თუმცა სწორი მიმართულება გვაქვს აღებული, კონკრეტული ღონისძიებებიც განხორციელდა გასული 4.5 თვის განმავლობაში, განხორციელდება მომდევნო თვეების განმავლობაშიც და უკვე მომავალი წლისთვის გვექნება ფუნდამენტური სხვაობა ამ თვალსაზრისით, ამაზე მუშაობა რა თქმა უნდა მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ ამ თვენახევრის განმავლობაში გარდა იმისა, რომ გრძელდებოდა კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება, შევქმნით საფუძვლები ქვეყნის სამომავლო განვითარებისთვის და ეს ყველაფერი აისახება 4 წლიან საარჩევნო პროგრამაში, რომელიც შემდეგ, რაც მოვიგებთ საპარლამენტო არჩევნებს, გადაითარგმნება უკვე 4 წლიან სამთავრობო პროგრამაში. ყველა პრიორიტეტს მოიცავს, მონებრივია ეს პროგრამა, ყველა მიმართულებით იქნება გაწეული განსაკუთრებული ძალისხმევა და რაც თავარია, ჩვენ ვიზრუნებთ, კლავაც ვიზრუნებთ საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვაზე. ფეხბურთი დავიწყე და მინდა ბოლოსკენაც ფეხბურთზე გადავიდე. ბევრი ინტერპრეტაცია მიეცა ჩვენს საფეხბურთო წარმატებას, მათ შორის ოპოზიცია ცდილობდა თავისებური ინტერპრეტაციები მიეცა საფეხბურთო წარმატებისთვის. რა თქმა უნდა, ზოგადად სასურველია, რომ ეს სფერო ფეხბურთი იყოს დაცლილი პოლიტიკური კონტექსტისგან. ფეხბურთი არის ყველასი, თითოეული ფეხბურთელი არის ყველასი და ასე უნდა დარჩეს. რა თქმა უნდა, ეს სფერო ვიღაცები ცდილობენ, რომ სხვანაირად წარმართონ პროცესები, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გაუფრთხილდეთ სპორტის აპოლიტიკურობას. აპოლიტიკური უნდა იყოს სპორტი და ამაზე მაქსიმალურად ვიზრუნებ. თუ მცირე გადახვევა, ერთ რამეს ვიტყვი. ჩვენ ყავდა ძალიან რთული მეტოქეები, მათ შორის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ვიდრე გავიდოდით ევროპის ჩემპიონატზე. ასევე ყავდა ძალიან რთული მეტოქეები, ურთულესი მეტოქეები უკვე ევროპის ჩემპიონატზე, 3 ურთულესი მეტოქე. თუმცა ბიჭები არ შეუშინდნენ, დადგნენ ორ ფეხზე. თქვენ გახსოვთ ეს მეტაფორა, ცნობილი მეტაფორა. სწორედ იმიტომ, რომ ბიჭები ორ ფეხზე დადგნენ, ჩვენ მივახციეთ წარმატებას და გამარჯვებას, სადაც დავდგებით ორ ფეხზე, იქ საქართველო გაიმარჯვებს. მომდევნო 4 წელი იქნება ახალი გარდამტეხი ეტაპი საქართველოს განვითარების გზაზე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ გვაქვს ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანა. ეს არის სიღარიბის საბოლოო დაძლევა ჩვენს ქვეყანაში და ეს არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. ორივე ოცნება არის ასრულებადი. ძალიან თამამად შეიძლება ამის თქვა, თავარია ჩვენ ვიდგეთ ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე და მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე მჯერა, რომ 2030 წლამდე ჩვენ ვიცხოვრებთ ერთიან საქართველოში, ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან და დედებთან ერთად და ერთად შევართ ევროკავშირში, ერთად გავხდებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.